არასწორია ჩვენ უნდა გამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან რა არის დღეს მთავარი, რა არის მთავარი მოსახლეობის, რა არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის და ცხადია ოპოზიციური კანდიდატების გამოჩენა ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მთავარი ამოცანა გვაქვს რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება ის სისტემა რომელიც არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქალაქისთვის სისტემა რომელიც არის მორგებული ერთი ადამიანის სურვილზე და არა ამომრჩევლის ინტერესზე სისტემა რომელიც განსაკუთრებით ქალაქის შემთხვევაში აქ მე მგონი სრული კონსენსუსია რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა ქალაქს, გააჩინა სრული უპერსპექტივების განცდა, ამიტომ ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის პრობლემები დახუნძლული, ასე ვთქვათ, ქალაქის მმართველობა და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატის გამოჩენა, მithumetes ძლიერი კანდიდატების გამოჩენა არის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ქართული ოცნების დამარცხებისთვის, ამასთანავე ჩემთვის ძალიან პირიქით რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება, რომელიც იმედია კონცენტრირდება პროგრამაზე და არა კინკლაობაზე ოპოზიციასთან ან ყბენაზე ოპოზიციასთან. დღეს მე მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ნიკა მელიას ძალიან სამწუხარო განცხადება. მიკვის კიდევაც როგორ ყადრულობენ ხოლმე ადამიანები ესეთ რაღაცებს, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის მორალის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ეს პარტია გადასული არის ოპოზიციასთან ჩვენთან ჯიბრზე და არა ქართულ ოცნებასთან ბრძოლაზე, რაც უნდა იყოს ნებისმიერი, რაც უნდა განსხვავებები იყოს ჩვენ შორის, ჩვენი ამ ყველას ამოცანა უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან ქართული ოცნების დამარცხება და რაც მთავარია ამომრჩევლის პრობლემების გადაჭრის გზაზე ფიქრი და კონცენტრირება. ეხლა მე მოვდივარ მოსკოვის პროსპექტიდან, დღეს ასევე ნაძალადევში ვიყავი, გდანში ვიყავი, მე მართლა ვერ წარმომიდგენია, როდესაც ამ ადამიანებს ელაპარაკები წარმოუდგენელ პრობლემებზე. აქ არ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა უკეთესი რაღაცა უნდა. წარმოუდგენელ უბრალოდ არსებობის პრობლემა აქვს ადამიანებს. აი ეს ადამიანები, როცა ტელევიზორში აი ესეთი ტიპის გამოსვლებს უყურებენ, როგორ ჭამს ვიღაცა ერთი ოპოზიციური მეორეს, როგორ ყბენს, როგორ ანთრევს ღვაწს. უბრალოდ ჩვენ ამის უფლება არ აქვს პოლიტიკოსებს. მთელი კამპანია ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის არა, მე აღარ მაინტერესებს ამ ხო, მე არ ვაპირებ ამაში შესვლას, მე ადრეს თქვი, ეხლაც ვიტყვი, არავის პრინციპულად არ შევალ ესეთი ტიპის პროცესში, არა, იმიტომ კი არა, რაღაც ჩემი პირადი ღირსების საკითხი კი არ არის. უფლება არ აქვს პოლიტიკოსებს დღეს ადამიანებს, რომლებიც აი ხალხ ვიყურებენ, რომელსაც ამდენი პრობლემა, რომელსაც თვალებში უყურებ, ჩვენ დაუწყოთ ლაპარაკი, ეხა მელიამ რაღაცა იკადრა, არ იკადრა, ჩვენი ამოცანა არის ადამიანებს შევთავაზოთ გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ისინი იმყოფებიან. შეკითხვა უნდა დაგისვათ ასეთი ელენე, ეს იქნება ევროპული საქართველოსთვის იმ გუნდისთვის, რომლის მერობის კანდიდატის თქვენ ხართ, პირველი არჩევნები მიხეილ სააკაშვილის გარეშე და მასთან დაპირისპირების ფონზე. მე გისვამთ ამ კითხვას რატომ? წინა არჩევნებზე გუნდი ერთიანი პარტიული სიით გავიდა. ერთიანი გუნდი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. როგორ ფიქრობ დღეს რა შანსები აქვს თქვენს გუნდს ამ არჩევნებში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი არჩევნები სააკაშვილის გარეშე და მასთან დაპირისპირების ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მთავარი ამოცანა ამ არჩევნებში არის სწორედ ადამიანები, რომლებიც დაიღალენ აი ამ რაღაცა პოლიტიკური კენკლაობით, რაღაცა ოცნება, ნაციონალები, ბრძოლით რაღაც პარტიებს შორის, რომ ამ ადამიანებს, რომელიც ჩვენ ნახეთ, ყველა გამოკითხვიდა, გამოკითხვაც არ უნდა, სადაც არ უნდა მიხვიდე, ეს ყველგან იგრძნობა, რომ ხალხი არის დაღლილი პოლიტიკური ბრძოლით, სწორედ აი ამ გადაუწყვეტელ და დაღლილ ადამიანებს შევთავაზოთ პერსპექტივა და ჩვენ გუნდს, რომელსაც გაგვაჩნია სერიოზული გამოცდილება ქალაქში და ქვეყანაში შენების, საქმის კეთების, ასევე ერთადერთ გუნდს ხაზგასმით ვიტყვი, რომელსაც აქვს უნარი, რომ გაიაზროს შეცდომები, აქვს უნარი, რომ ღიად ისაუბროს, დეტალურად ისაუბროს ამ შეცდომებზე, იმიტომ რომ ადამიანებს დაარწმუნოს, რომ ჩვენ არა გვაქვს, ასე ვთქვათ, არა ვარ ჩაკეტილები ჩვენ თავში და ვიყურებით წინ და ვთავაზობთ მათ მომავალს, მათ შორის ამ შეცდომების გააზრებით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ის გუნდია, რომელსაც გააჩნია ცოდნა, გააჩნია გამოცდილება, გააჩნია ფასეულობები და გააჩნია რწმენა იმისა, რომ მოიპოვოს ამ ადამიანების ნდობა და რაც თავარია ქალაქი და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები დღეს რაღაცა თვითკმაყოფილი პოზიციიდან, ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის პარტია, რომელსაც სწორედ ეს პერსპექტივა გააჩნია. ერთი კითხვა თუ შეიძლება, თქვენ პირადად ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სერიოზულ კონკურენტად
ოპოზიციურ ფლანგზე და ფიქრობ თუ არა რომ ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო რომ გაერთიანებულიყო, უფრო მეტი შანსი იქნებოდა ამ ბრძოლაში ხელისუფლების დასამარცხებლად. რაც შეეხება მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ოპოზიციური კანდიდატების შეფასება ჩემი საქმე არავითარ შემთხვევაში არ არის. რაც შეეხება გაერთიანებას, უბრალოდ პრაგმატული ინტერესებიც კი რომ ავიღოთ, რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება, მეტი შანსია რომ დავასუსტოთ ქართული ოცნება და აქ სწორედ ეს უნდა იყოს ამოცანა და ცხადია მეორე ტურში ჩვენი ყველა ამოცანა არის ქართული ოცნების დამარცხება. მე მაქვს იმედი რომ მე ვიქნები ის კანდიდატი რომელიც მეორე ტურში გავა ქართულ ოცნებასთან და რა თქმა უნდა აქ მხარდაჭერა ოპოზიციური ძალების ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საერთოდ ყველა ოპოზიციური ძალის განწყობა უნდა იყოს ეს რომ ვინც გავა მეორე ტურში მას უნდა დაუჭიროთ მხარი. ეს არის ის რაც ჭირდება ქვეყანას და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და უნდა კონცენტრირდეთ იმაზე რაც არის აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყანას. და კიდევ ერთი თქვენი გუნდი რომლის ლიდერი არის გიგი უგულავა, დედაქალაქის ყოფილი მერი ნიკა მელიამ ასეთი რამაც თქვა ჩვენთან ჩართვისას რომ იგი დანიშნული მერი იყო თავის დროზე. ანუ აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთხელ უკვე ნანახი თქვენი გუნდის ლიდერი დედაქალაქის მმართველობის სათავეებში შესაძლებელია აღმოჩნდეს რაღაც ერთგვარი სერიოზული ბარიერი პირადად თქვენთვის. ისინი უკვე იყვნენ ერთხელ, ისინი უკვე მართავდნენ ერთხელ. დღეს რატომღა უნდა მისცეხმა? სადოს ხმა, თუ მინდა რომ ამოვირჩიო ოპოზიცია. დიახ, მე მესმის ყველა ეს კითხვა, ყველა ლეგიტიმური კითხვა არის. ამასთანავე პირდაპირ თქვა ხალბატონო ინგა, ევროპული საქართველო არის ერთადერთი პარტია, რომელიც არ არის ჩამოკიდებული არც გიგი უგულავაზე, არც გიგა ბოკერიაზე, არც დათო ბაქრაძეზე და არც ერთ ცალკე აღებულ პიროვნებაზე და ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ზოგადად თანამედროვე პარტია, რაც ჩვენ გვინდა ვიყოთ და რასაც ჩვენ ვაშენებთ, განსხვავდება ამითი ყველა იმ პარტიებისგან, სხვას რასაც ჩვენ ხედავთ, ქართული ოცნებისგან, ნაციონალურ მოძრაობისგან, რომელიც ჩამოკიდებულია ერთად ადამიანზე და არა პრინციპზე, ფასეულობაზე, პარტიულ ინსტიტუტზე, საერთო მსჯელობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებაზე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გვაქვს გამოცდილება და გვაქვს შეცდომები და შეცდომით მათ შორის ქალაქში. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ გახსნილად საუბრობთ გიგი უგულავასთან, საუბრობთ დათო ბაქრაძესთან, გიგა ბოკერიასთან. ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი. ეს არის გახსნილი და ღია პოზიცია. თუ საუბრობთ გიგი უგულავასთან, გიგა ბოკერიასთან, დავით ბაქრაძესთან და რაზე ხართ შეჯერებული? შეცდომები, ყველაზე დიდი შეცდომა და ეს შეცდომები რამდენია? შეგიძლიათ მითხრათ? მე ამაზე ვცლად მისაუბრია თქვენ ეთერშიც ერთი კონკრეტული მაგალითი რო ავიღოთ მაგალითად რაზეც ბევრი გვიმსჯელია გვიკამათია და შევჯერებულად ეს არის სიტი პარკის მაგალითი ოღონდ აქაც ჩვენი თვით სიტი პარკის მაგალითი ხელშეკრულება რომელიც ჩემი აზრით არასწორად იყო დადებული რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ამოცანა მაგრამ აქ თვითმიზანი არის არა წარსულ შეცდომაზე საუბარი არამედ როგორ გამოვასწორებთ და აი ეს გზები უნდა ვეძებოდეს სწორედ ეს გადაჭრის გზა გვაქვს ჩვენ გარდამისა მე ვფიქრობ რომ ზოგადად ქალაქში იყო დაშვებული შეცდომები ნებართვების მშენებლობის ნებართვების გაცემის თვალსაზრისით და ზოგადად მე ვფიქრობ რომ ქალაქის მმართველობა განსაკუთრებით დღეს ბევრად უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს მოსმენაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის რაც არ უნდა ამაში დრო დაიკარგოს ეს არის აუცილებელი თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ წარსული შეცდომების გააზრება ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს გამოსავალი და პერსპექტივა მომავალში ყველა იმ საკითხებზე რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა მათ შორის ქართული ოცნების შეცდომებზე ჩვენ უბრალოდ კი არ ვწუწუნებთ გვაქვს გამოსავალი და კონკრეტული გადაჭრის გზა ეს არის ყველაზე მთავარი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კი აგვერია გადაცემა მაგრამ არა უშავს თქვენი დრო კიდევ ერთხელ ვიტყვით მთლიანად ჩაყლაპა შალვა ნათელაშვილმა სხვა დროს შევეცდებით რომ ისე მოვილაპარაკოთ სადაც იქნებით ხოლმე შეხვედრაზე აი იქიდანვე მოვახერხოთ პირდაპირ ჩართვა წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა ამით უნდა დავასრულოთ დღევანდელი რეაქცია მოკლედ პირდაპირ ეთერია და ყველაფერი ხდება თავდაყირადად ყველაფერი ცოტა გვიან შევიდა პრეზენტაცია